გამარჯობათ მეგობრებო. ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ მივედი ჩემ ტურბო მოტომდე და რა მაქვს გაკეთებული. და რა გზა გამოვიარე, რომ ამ ხელა ცოდნა მიმეღო, რაც ახლა მაქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი ტურბოს მიმართ სიყვარული დაიწყო ბევრი წლის წინათ. მაშინ მყავდა E46 M3, რომელიც ესე გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ გამეტურბინებინა. მანდ შევზდი, მანდ დამერხა. მოკლედ ეს M3 გავატურბინე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი გელაშვილს და რეზო ქობლიანიძეს, რომლებიც მეხმარებოდნენ ყველაფერში. მე ვეხმარებოდი. მაგათი ერთობლივი ძალისხმევით შედგა ეს პროექტი. იმ ხელას სხვაობა იყო, ძალაზე არ ვიძახი, პირველ რიგში ემოციურად. იმ ხელას სხვაობაა და ისეთი მაგარი სამართავია და ისეთი მაგარი შეგრძნებები აქვს ტურბოს, რომ ეს ვერ აგიღწე რა, თუ შენ თვითონ არ გამოცადო და ერთ მშვენიერ დღესაც საიდან როგორანაირად მივედი ტურბო მოტომდე, ეს კიდე ძალიან დიდი ისტორია. მოდი ცოტა მოკლედ მოვყვები. უკვე მოტო ყავს. ასე თუ ისე ტურბო მოტოა დადის. ანუ წნევაზე რო გადის, ეგენი არა აქვს რა და მიდის. 2004-2005 წლის მოდელი ZX-10 Kawasaki, რომელსაც კატა ჩამოვარდები, დეგები მოკლედ არის 2004-2005 წლის მოდელი ZX-10 Kawasaki, რომელსაც უყენია ძალიან ძველი პირველი თაობა ნაგავი ჩინური ტურბო. კოლექტორიც დაღლილია და ყველა მხრიდან საიდანაც არ ეზარება აპარებს. ყველაფერი შიგნეულობა მე როგორც მეგონა ისე არის სრულიად ქარხნულ ინტერნალებზე. ყველაფერი შევცვალე აბსოლუტურად რა. რამით დაწყებული, პლასმასებით დამთავრებული. საერთოდ მოტოა უბრალოდ იგივე ძრავი დარჩა, ტურბო და კოლექტორი და აირბოქსი. ხო და მოკლედ რა, ნოლიდან დავიწყე მოტოციკლეთის გატურბინება. გამოდის რომ მაქვს ჩინური ტურბო ნაგავი, რომელიც საერთოდ არაფერში არ ვარგა. მაქვს კოლექტორი, რომელიც ძალიან დაღლილია ყველა მხრიდან აპარებს. მაქვს ძრავი ქარხნული ინტერნალებით და აირბოქსი მაქვს ინტეგრირებული ინტერკულერით. ანუ აირბოქსი არის ინტერკულერი ჩამონტაჟებული, რომელიც ასე თუ ისე აგრილებს შემშვებ ჰაერს. მაგრამ დიდ ძალაზე ეს არ ეყოფა. მოკლედ დავიწყე ნასტროიკა. მოტო დადის ჩვეულებრივად. ავაწყე 0607 ბარზე იყო. დადის იდეალურად არის ყველაფერი, გავმართე, მაგრამ დანასტროიკებული იყო ეს დროსელის მიხედვით. ანუ დროსელის პროცენტულობის მიხედვით იყო ყველაფერი დანასტროიკებული, რაც არ არის უსაფრთხო და ისე ითვლება რა, ძალიან ვანძ ნასტროიკად ითვლება. ესეთ მდგომარეობაში აქვს 240 ცხენი.
ამის შემდეგ ვიფიქრე წნევის მომატება. წნევა ავწია ერთ ბარამდე და გავედი ბანზე, გაზაობ და ერთ მშვენიერ მომენტშიც გალობა წამოწია. იმიტომ რომ ყველაფერი ქარხნული იყო და ამხელა წნევას ვეღარ გაუწრო. ამის შემდეგ დავშალე ძრავი, ყველაფერი შევცვალე, გალობის შპილკები შევცვალე, პრაკრატკა შევცვალე, შატუნები შევცვალე. ასე თუ ისე მოვამზადე და ერთადერთი რაც დავტოვე ქარხნული ეს იყო პორშინები. პორშინები რო დავტოვე ქარხნული, ავაწყე ძრავი, დავდივარ, თან ვანასტროიკებ. უკვე მე თვითონ რა, გელაშვილს ასცალია ჩემთვის ამერიკაში. მოიწყო ცხოვრება, რაში მაინტერესებთ ახლა ჩვენ. ხო და დავიწყე მე თვითონ ნასტროიკა და გავაფუჭე ძრავი. გავაფუჭე ძრავი არა ჩემი ნასტროიკის გამო, არამედ ჩემი გამოუცდელობის გამო, იმიტომ რომ იქ ვერ დავაკვირდი რა, საწვავი არ ყოფნიდა. მომენტში მქონდა საწვავი, მომენტში არა. მოკლედ გავაფუჭე ძრავი და დეტონაციის შედეგად პორშინი არ გატყდა, მაგრამ გაჭედილი კოლიცო გაიჭედა პორშინში. დავშალე ძრავი, ისევ მეორედ დავშალე ძრავი. დამატებით პორშინიც შევცვალე, ნაწყვეტობი დავაყენე, ტურბოზე გათვლილი. დავაყენე კიდევ კლაპნის ძლიერი პრუჟინები. დაუმატე ინჟექტორები, ეყენა 240-იანი, აღარ ყოფნიდა მაღალ წნევაზე. დავაყენე 830-იანი ინჟექტორები. და ავაწყე, ისევ იგივე პრობლემა აქვს რა, საწვავი მოდის, მიდის. მე დავფიქრდი, ერთ დღესაც რო დავწექი დასაძინებლად, რა თქმა უნდა არ დამეძინა. ვიფიქრე და მოვხსენი ბენზონასოსი. და ბენზონასოსზე შლანგი იყო გახეული. ის მეყენა დროებით მეყენა რეზინის შლანგი, ეგარ შეიძლება და რაც წესია დავაყენე რა. რეალურად მაგის გამო გავაფუჭე სუტყუილად მეორედ ძრავი. ეგ პრობლემა რომ მანამდე აღმომეჩინა, მეორედ აღარ მომიწევდა ძრავის დაშლა. მოკლედ ეს პრობლემაც მოვაგვარე და ვარ ამ ეტაპზე ხა როგორც ვარ. დავდივარ 0-4 ბარზე, მაქვს ახალი ტურბო, ახალი კოლექტორი, როგორც წესია ყველაფერი ისე მაქვს გაკეთებული, გარდა ერთისა, მე ხა მინდა წყლის გაგრილების ან ინტერკულერის დაყენება. მაგრამ ჯერ არ არის ეს საჩქა, რომ მით უმეტეს მეთანოლიც მაქვს და ჯერ არ მეჩქარება. ეხა მაქვს ერთი პრობლემა. ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ცეპლენია დაბუქსავდა. ფირფიტები, რკინები, ყველაფერი ახალი მაქვს, ყველაზე მაგარი რაც არის ეგ მიყენია, მაგრამ მაინც ბუქსაობს. მივედი იმ დასკვნამდე, რომ კარზინა გაფუჭებული. კარზინა აღარც მომიხსნია, აღარც შემიმოწმებია, უბრალოდ თავდექი ვიყიდე და ველოდები, რომ ჩამოვა, მაგრამ ერთიანად დავშლი და შევწვი. დღეს მდგომარეობით გაჩერებული ვარ, ცეპლენიას ველოდები. სხვათა შორის ძველ ტურბოსთან შედარებით, ძველი ტურბო, ძველი კოლექტორი რაც იყო, ამ მოტოზე ხო შევცვალე ეს ყველაფერი. ეხა მიყენია პულსარის ტურბო, მიყენია ტატოს კოლექტორი და ჩინურ ძველ ტურბოსთან შედარებით, რომელიც ბოლოს 1 და 2 ბარზე დავდიოდი, ბევრად ჩქარი და ბევრად ძლიერია ეს ახალი ტურბო 0-4 ბარზე. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაქვს ხელა სხვაობა. ხო და ეხა ვარ გაჭედილი მანდ, რომ ველოდები ცეპლენია რო ჩამოვა შევცვლი, დავაყენებ, ნახოთ რა იქნება. ამ ეტაპზე როგორც ვარ მოტოციკლეთზე და სადაც ვარ. ეხა გეტყვით მაგას. ტურბო მაქვს პულსარი GT2871, რომელიც ტატომ ჩამომიტანა და არის ძალიან მაგარი კერამიკული საკისრით. მაქვს კოლექტორი იდეალური V-bend-ზე, რომელიც ასევე ტატომ ამიწყო. ეს რაც შეეხება ტურბოს. მაქვს აირბოქსი ინტეგრირებული ინტერკულერი. Charge pipe-ზე მაქვს დაერთებული მეთანოლის სისტემა, მაინც თავის დაზღვევის მიზნით. ძრავში მაქვს შეცვლილი შატუნები, პორშინი დაბალია თან ცოტა.
შუასადები პრაკლატკა, ქარხნული სისქის, სქელი არ არის, გალოკის ბოლტების მაგივრად მაქვს გალოკის შპილკები, აირპეს გალოკის შპილკები მიყენია. ასევე მაქვს შეცვლილი კლაპნის პრუჟინები, უფრო ძლიერი პრუჟინები მიყენია, ტარელკები, ეგრეთ წოდებული ტარელკები, ტიტანიუმის, კიდე რა მაქვს ძრავში, ზეთის ნასოსის წარმატება მაქვს მომატებული, გადაცემათა კოლოფია გაახლებული, რომელიც ზურამ გააკეთა გურაშვილმა. თითქმის შეიძლება ჩათვალო, სულ ახალი გადაცემათა კოლოფი მაქვს. მაქვს launch control-ი, მაქვს quick shifter-ი, მაქვს power commander ignition მოდული, მაქვს power commander ჩვეულებრივი ინჟექტორებს რითიც ვარეგულირებ. ინჟექტორები მაქვს 240-ის ნაცვლად 830-იანები, ბენზონასოსი მაქვს ქარხნულის ნაცვლად 255 ლიტრიანი ვალბრო. მაქვს გადაკეთებული ეგრეთ წოდებული აბრატნის სისტემა მაქვს, მოტოზე დაყენებული. როგორც მანქანას რა, ეგრე მაქვს ბენზინის წნევის მაჩვენებელი, ვაკუუმზეა დაერთებული ბენზინის წნევის რეგულატორი და ეს რეგულატორი როცა წნევა ადის, საწვავსაც უმატებს ავტომატურად ტურბოს წნევის მიხედვით. ხო და აი მაქვს რაც მაქვს შესაძლებელი, მაქვს ჩინური გეიტი და ჩინური ბლოუ-ოფი, რომელსაც აუცილებლად შევცვლი. კი მუშაობს, მაგრამ ჩინურს შეინტერიენტო. მაქვს კიდე ზეთის წნევის მაჩვენებელი, რომელიც იდეაში არ მჭირდება, ზეთის წნევა თუ დაკარგა, ასედაც შარში ვარ, ისედაც შარში ვარ. მეთანოლის სისტემა გითხარით. ცეპლენია მქონდა ქარხნული ცეპლენია მქონდა, შევცვალე ფირფიტები, აპეს ტრეკ კინგი უმაღლესი ხარისხის, რომელიც არის, ეგ დავაყენე, მაგრამ მაინც ბუქსაობს ცეპლენია. საქმე იმაშია, რომ თვითონ კალათია დაზიანებული. ეს კალათი ვიყიდე, ჩამომივა ალბათ იმ კვირაში და მაგასაც შევცვლი. და ერთი სეზონი ეყოფა რა, ეს ცეპლენია, აი 100%-იანი ეყოფა. ამასობაში ვიყიდი ბილეტ, ეგრეთ წოდებულ ბილეტ კარზინას და ამ კარზინაზე უკვე შემეძლება უპრობლემოდ 500 ცხენი მქონდეს და არ ვიდარდო უკვე არაფერს. ახალი ტურბოთი ჯერ არც მორჩენილი ვარ, სიმართლე გითხრათ, ნასტროიკას ძალიან რთულია ამ ხელასხვაობის ინჟექტორებზე გასწორება. აიდლი ძლივს გავასწორე, 2 კვირა ვეჩალიჩე. ძალიან ძნელია რა, ძალიან რთულია რა ამის ნასტროიკა. მით უმეტეს უსაფრთხოდ და ნაბიჯ ნელ-ნელა და ავტოტუნით ვაკეთებ. დინოს გარეშე, დინო არ გვაქვს. კი გვაქვს ჯიჯის და ჩიქვილას კი აქვთ დინო, მაგრამ ჯერჯერობით ჰაერშია რა, ანუ არ ფუნქციონირებს. იმიტომ რომ როგორც ვიცი, ადგილმდებარეობას იცვლიან რა. ხო და ძველი მონაცემები მქონდა დაბალ წნევაზე, ძველ ტურბოზე და აი ძალიან ცუდ სეტაპზე მქონდა 240 ცხენი, მერე წნევას მოუმატე და მქონდა 315 ცხენი. ამ 315 ცხენით ვიარე კარგად დიდხანს, მაგრამ გალონკა ავწიე, როგორც უკვე მოგიყევით, გალონკა წამოწია თავი და ამის მერე გადავწყვიტე ნელა, მაგრამ სწორად ამეწყო მოტო. ახლა ყველაფერი მაქვს 80% სწორად, როგორც უნდა მქონდეს და იმ დეტალებით, სწორი დეტალებით, როგორც უნდა მქონდეს და რითიც უნდა მქონდეს აწყობილი. ერთადერთი არ მაქვს კომპიუტერი შეცვლილი, ქარხნული კომპიუტერია და power commander-ზე ვამუშავებ. მოტოს თავიდან ესე ეყინა და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, რომ კომპიუტერი არ ვიყიდე. ეხლა უკვე გვიანია, აზრი აღარ აქვს, უკვე გასწორებულია და შეიძლება ამით ბოლოში გასვლა. მაგრამ ჩემი ტურბო პროექტი შემდეგი თუ იქნება, აუცილებლად იქნება პლატფორმა Suzuki, აუცილებლად იქნება standalone Max EQ1, EQ-Master ან ნებისმიერი სხვა ქარხნული კომპიუტერი არაფერში არ ვარგა. ხო, მაქვს კიდე დაერთებული სენსორი, რომელიც ბუსტის წნევას ხედავს და ეუბნება კომანდერს. და მაგის მიხედვით
ვანასტროიკებ მოტოს წნევის მიხედვით და არა დროსელის გახსნის პროცენტის მიხედვით რა. ეგ გამოცდილება მქონდა და დიდხანს ვერ იარა ეგეთმა ნასტროიკა. ეხა ყველაფერი მაქსიმალურად უსაფრთხო და მაქსიმალურად მეტი ცხენისძალა გვექნება.